დავიწყოთ ამ დროისთვის აქტუალური საკითხების შეფასება და პირველ რიგში სწორედ ევროპარლამენტის მიერ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მიღებული ანგარიში დოკუმენტი მოცულობითია 55 პუნქტისგან შედგება და ყველა მათგანი ქართული ოცნების მისამართით მწვავე და კრიტიკულია. მეტიც, როგორც რიგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, ევროპარლამენტის ტონი კიდევ უფრო გამკაცრებულია, ვიდრე ეს იყო და ეს გვახსოვს მანამდე. აი თქვენ თუ ხედავთ კიდევ უფრო მეტ სიხისტეს, კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას და თუ კი ეს ასეა, მაშინ გითხარით, რამდენად საშიშია გაბრაზებული ევროპა. საღამოშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე არ ვიცი რამდენად უფრო შეიძლება გამკაცრდეს ევროპარლამენტის ტონი, რამდენადაც ევროპის პარლამენტი ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც თავის თავში აკუმულირებას უკეთებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციას მიმდინარე პროცესებთან, გეოპოლიტიკურ პროცესებთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით და ის პრაქტიკულად შეფასებიდან შეფასებამდე მწვავდება უბრალოდ რაღაც ეტაპზე მივიდა, სადაც შესაფასებელიც ბევრი აღარაფერია, იმიტომ რომ შეფასება შეიძლება მოხდეს იქ, სადაც რაღაც ტიპის დინამიკა შეიძლება არსებობდეს, მაგალითად ასოცირების პროცესში რაღაც კრიტერიუმები სრულდებოდეს, გარკვეული კრიტერიუმები არ სრულდებოდეს, ზოგი იყოს დისკუსიის საგანი. აქ არც დიალოგი მიმდინარეობს მხარეებს შორის, არც რაიმე ახალი კრიტერიუმების დაწესება ხდება, ამიტომ ის სიხისტე თუ ის ფორმა, რომელთაც ამასობაში ევროპარლამენტი როგორც პოლიტიკური ორგანო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ესაუბრება, არის რაღაც როგორ ამბობენ მედიცინაში სტაბილურად ძიმე, ხო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ურთიერთობები არა მხოლოდ გაყინულია, არამედ ის არც ერთი რგოლი თუ კრიტერიუმი, რომელსაც ევროკავშირის ასოცირების პროცესში მყოფი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შემთხვევაში უბრალოდ აღარ არსებობს. ამიტომ არის რომ ლოგიკურია თქვენი კითხვა, ეს ხომ არ შეიცავს რაღაც საფრთხეებს თავად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რამდენად საშიშია გაბრაზებული ევროპა, თქო, ასეთი იყო ჩემი კითხვის ფორმულირება, ამ კითხვას გავიმეორებ და აქვე რამდენად ეტყობა მეორე მხრივ ქართულ ოცნებას, რომ აი ამ ევროპარლამენტის და ევროპული სტრუქტურების ანგარიშების და მისი მწვავე ტონის ეშინია, კარგად ყოფილა მათი საქმე, თუ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გამო ჩვენ არ შევიცვლით არანაირ ქცევის წესს პატრიოტულ საკითხებთან დაკავშირებით, აი ასეთია სწორედ ევროპარლამენტის მწვავე ანგარიშზე ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ ქართულ ოცნებაში. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების რეაქცია, ამ კითხვას არ დავსვამ, იმიტომ რომ პასუხი ისედაც გასაგებია, ამიტომ ასე გკითხავთ, აი რამ შეიძლება ქართულ ოცნებას დღევანდელი პოზიცია შეაცვლევინოს, ანუ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რა უნდა გაკეთდეს და მოხდეს ისეთი, რომ აი საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული დამოკიდებულება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა დავინახოთ, რასაც მისგან სწორედ დასავლელი პარტნიორები ითხოვენ. ერთადერთი რამაც შესაძლოა ზუსტად ქართული ოცნების მხრიდან სიხისტე თუ არაადეკვატური პოზიციები შეცვალოს ან ამაზე გავლენა იქონიოს, არის ის თუ როგორი მდგომარეობა აქვს რუსეთს ფრონტის ხაზზე. იმიტომ რომ სამწუხაროდ მხოლოდ ამ რეალურ გეოპოლიტიკურ მოვლენას უკავშირდება ის, რასაც ეხმიანება ივანიშვილი თავის პოლიტიკით საქართველოში. ამიტომ არის რომ ჩემი აზრით სამართლიანად ივარაუდა ბევრმა, რომ მაგალითად იგივე რამდენიმე ხნის წინ სამხარაძის განცხადება იყო, რომ ჩვენ მზად ვართ რაღაც დათმობებზეც ვისაუბროთ. ევროკავშირთან ხელახალ რაღაც დისკუსიაზე თუ ჩვენი მხრიდან რაღაც ტიპის შეთავაზებაზე საუბარი ხელახლა წამოიწყეს, სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა ეს პირდაპირ უკავშირდებოდეს მოცემულ მომენტში რუსეთის შესუსტებულ პოზიციებს ფრონტის ხაზზე, სადაც შესაძლოა ივანიშვილი რაღაც ტიპის ალტერნატიულ თუ შემსუბუქებულ ფორმატს ეძებდეს დასავლეთთან ურთიერთობის. ამითვე იყო ახსნილი სამართლიანად ჩემი აზრით ამერიკასთან ურთიერთობების შერბილების რიტორიკა, რომელიც წარუმატებელი დასრულდა და შემდგომ რადგან ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება ახსენეთ, ბევრს მათ შორის პოლიტიკოსებს
ეჭვიეპარებათ, რომ ქართულ ოცნებას რეალურად სურდეს ევროკომისიასთან და ევროსტრუქტურებთან დიალოგის განახლების. მაშინ რას ნიშნავს? რასაკვირველი ვისმენთ და ევროკავშირთან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან 2-3 წლიანი აი ამ კონფრონტაციული პერიპეტიების შემდეგ, რა ვიცი, რა ტიპის დიალოგისთვის შეიძლება იყოს? არანაირი ტიპის დიალოგისთვის ქართული ოცნება მზად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ დიალოგს ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ კონკრეტული წინაპირობები აქვს. ეს ითქვა ვაშინგტონის მხრიდანაც და ეს ითქვა ბრიუსელიდანაც და ითქვა დედაქალაქებიდანაც. არსებობს ძალიან კონკრეტული წინაპირობები, რა შემთხვევაში შეიძლება ისინი საერთოდ დიალოგში შევიდნენ პოლიტიკურ ერთეულთან, რომლის ლეგიტიმაციასაც ბოლომდე არ აღიარებენ შესაბამისი პარტნიორები. ერთადერთი ლოგიკური ახსნა რაც შეიძლება იყოს, მე მგონი ქართულ ოცნებაზე რო ვსაუბრობთ, იმთავითვე უზუსტოა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის ივანიშვილი, საიდანაც მომდინარეობს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები და ივანიშვილს ამ დიალოგის რესურსი არ გააჩნია, არც უფლებამოსილება გააჩნია, არც შესაძლებლობები გააჩნია. ერთადერთი რაც მათ ინტერესში შეიძლება შედიოდეს, ვიდრე ამ ეტაპისთვის მოცემულ მომენტში გაურკვევლობაა რუსეთის მხარეს ფრონტის ხაზზე, ის ცდილობს დრო მოიგოს და აქ საქართველოსთან მიმართებით პროცესები ისე გაწელოს, რომ საბოლოო ჯამში მაინც თავისთვის სასურველ ფორმატში მოაქციოს საუბარი. გულისხმობ რას? მის ინტერესს წარმოადგენს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს მისი პირობებით, ანუ ის დარჩეს საქართველოში ერთპიროვნულ მმართველად, მან შეინარჩუნოს მმართველობის ავტორიტარული ფორმა და არ დაუბრუნდეს არ გადავიდეს დემოკრატიულ გზაზე, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს მოკავშირეებს და საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესის მქონე სახელმწიფოებს შესთავაზოს სტრატეგიული დიალოგის აღდგენა რეგიონულ საკითხებთან მიმართებით, დერეფანთან მიმართებით, ტრიპთან მიმართებით, ენერგომატარებლებთან მიმართებით, სომხეთის განახლებულ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელიც უშუალოდ რამდენად უნდა დავუშვათ, რომ ქართული ოცნების ეს გათვლა თუ კი მას, რა თქმა უნდა, ასეთი გათვლა აქვს, გამოვიდეს და გაამართლოს. მას ამის გათვლა არ აქვს, ეს არის ამათი სურვილია და ფაქტია, რომ ისინი ამას ცდილობენ. მთელი ბოლო, რა ვიცი, 2 წელი გადის ხო უკვე ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ცდილობენ, რომ აი ამ კალაპოტში მოაქციონ დისკურსი და სავაჭროდ გამოიყენონ ის გეოგრაფიული პოზიციები, რომელიც საქართველოს სავალდებულოდ გააჩნია. ივანიშვილი საქართველოს მოკავშირეებს ეუბნება, რომ ამ ქვეყნის მმართველი ვარ მე და თქვენ თუ ამ სახელმწიფოებთან კავკასიის რეგიონში ინტერესი გაგაჩნიათ, მაშინ მესაუბრეთ მე და მე მზად ვარ ვისაუბრო თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის დივერსიფიცირებული პოლიტიკა ჩინეთთან, როგორიც არის დათმობები ირანთან, როგორიც არის გარკვეულ საკითხებზე შემხვედრი ნაბიჯების გადათქმა ენერგომატარებლებისა და დერეფნის საკითხებზე, მაგრამ მე მაცალეთ აქვს მართო ეს ქვეყანა, როგორც მე მიმაჩნია სწორი, მქონდეს მიტაცებული სახელმწიფო, მართავდე ქვეყანას არადემოკრატიულად, კორუფციულად, ამაში თქვენ არ ჩაერიოთ, ადამიანის უფლებებზე პასუხს ნუ მომთხოვთ, მაგრამ გავაგრძელოთ ისეთი ურთიერთობები, როგორც თქვენ წლების მანძილზე გქონდათ ილხამ ალიევთან, როგორც დიდწილად გაქვთ თურქეთთან და სხვა ნახევრად დემოკრატიულ სახელმწიფოებთან. მაგრამ ამის რესურსი რომ არ არსებობს, ამას ცხადყოფს შედეგები, რომ პრაქტიკულად გაყინულია ურთიერთობები ვაშინგტონთან, მიუხედავად არაერთ გზის ცდილობისა, ფორმალური, არაფორმალური მედიაციით, ლობისტებით და ასე შემდეგ. და პრაქტიკულად შეუქცევადად უარესდება ურთიერთობები ევროკავშირთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს გეოსტრატეგიული ინტერესები ევროკავშირს ძალიან მკაფიოდ აქვს გამოხატული და გამოჩნდა, რომ სომხეთში დიდი ინტერესია. მეტიც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დასანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აი მოდით ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა მსვლელობა შეიძლება მიეცეს ევროპარლამენტის ანგარიშს და უკვე იქ დაფიქსირებულ კონკრეტულ მოწოდებებს, მათ შორის მოწოდებას ევროკავშირისადმი, სწორედ იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერების, ასევე მოსამართლეების, პროკურორების მიმართ დაწესდეს მიზნობრივი სანქციები. მეტიც ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. აი რა შანსია იმის, რომ სანქციების საკითხს
სრულობა მიეცეს. ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ არის აღმასრულებელი ორგანო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის პოლიტიკური სარჩული იმისა, თუ როგორ იქ მოქმედებენ მერე აღმასრულებელი ორგანოები, თუ ეს გადაწყვეტილებები იქნება მიზანშეწონილად მიჩნეული და ეს პოზიცია, რომ მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული, ამას ცხადყოფს ის, რომ ევროპარლამენტი საკმაოდ ერთსულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად დედაქალაქებიდან ნაკარნახევი მანდატის ფარგლებში მოქმედებენ. აქამდე სანქციების თემა დიდწილად შეფერხებული იყო, იმიტომ რომ უნგრეთს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები, მას შემდეგ რაც უნგრეთში შეიცვალა პრორუსული ხელისუფლება პროევროპული ხელისუფლებით, ახლა მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ ამ სანქციების საკითხს კი ხელახლა დაუბრუნდეს ევროპარლამენტი, კი არა და დაუბრუნდა იმ იმედით, რომ აღსრულების უფრო ეფექტური გზებიც იქნება. ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ივანიშვილთან დიალოგში არათუ არ შევალთ, არამედ ფუნდამენტურად ვამწვავებთ ჩვენს ურთიერთობებს, ვიდრე ეს მოცემულობები ძალაშია, რომელიც ადგილზე არის საქართველოში და ამავდროულად რეალურად შესაძლოა იქონიოს უკვე აღსრულების ეტაპზე გავლენა, იმიტომ რომ თავად ევროკავშირსაც ახლა უნგრეთის შემდეგ შესაძლოა მეტად ხელი კონდეს გახსნილი რეალურად აამოქმედოს ის ბერკეტები, რომელსაც მას ზეწოლის ბერკეტებად შეუძლია რომ გამოიყენოს. კეთილი, კიდევ ერთი ევროპარლამენტის მიერ გუშინ დაამტკიცებული ანგარიშის კონტექსტში ევროპარლამენტი აფრთხილებს ქართულ ოცნებასაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც მათივე შეფასებით ევროპული ინსტიტუტის შეფასებით სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება. აი ჩვენს ხელისუფლებაში პირიქით გვესმის, რომ თუ კი ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებამდე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებამდე მივა, ამაზე ბრიუსელი იქნება პასუხისმგებელი, იქიდან გამომდინარე, რომ სტანდარტები, რითაც ის საქართველოს უდგება, არის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, ანუ ორმაგი და ჩვენს ქვეყანას უყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ერს, რომელსაც არ უნდა ქონდეს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის ამბიცია. აი ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ კი საქმე მაინც მივა უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი და მეორე მხრივ, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ამაზე თვითონ საქართველოს მოსახლეობას? საქართველოსა და დასავლეთ შორის, საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები შეიცვალა, დამძიმდა და ამ სტადიამდე მივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს შეიცვალა საგარეო ვექტორი. ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ასოცირების პროცესზე, ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა დემოკრატიაზე, ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ივანიშვილის პირობებში უარი ითქვა ოკუპანტთან არ თანამშრომლობაზე და დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებულ რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, ისევე როგორც ივანიშვილის პირობებში ძალიან კაფიო პოზიციები ჩამოყალიბდა, რომ დასავლეთის მტრებთან საქართველო ნებაყოფლობით და სტრატეგიულად ითანამშრომლებს. შესაბამისად, იმ თავით განსაკუთრებული ლოგიკური წიაღსვლებიც არ ჭირდება გამოვიცნოთ, რამ გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება და რამ მიიყვანა ქვეყანა ასოცირების პროცესის შეჩერებამდე. საპასუხო რეაქცია არის სრულიად არამხოლოდ ლოგიკური, არამედ მექანიკური, იმიტომ რომ თუ ქვეყანა ასოცირების პროცესში აღარ იმყოფება, მაშინ ასოცირების ინსტრუმენტებიც ძალაში ვეღარ იქნება. ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს დაუწესდა როგორც ევროკავშირში ასოცირების პროცესში მყოფ ქვეყანას და ხალხს, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, რომ ასოცირების ინსტრუმენტები გამოიყენოს დაახლოვებისთვის, მეტი ინტეგრაციისთვის, სწრაფი ინტეგრაციისთვის, ეკონომიკურ ბაზართან უკეთესი შეხებისთვის, საგანმანათლებლო ბაზართან უკეთესი შეხებისთვის. ანუ ეს ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ კი არ დაწესდა, რომ ხალხმა თავისუფლად იმოგზაუროს. არამედ დაწესდა იმიტომ, რომ მათ თქვეს, რომ ქართველი ხალხი პირველ რიგში არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის და ჩვენ შეგვიძლია რომ საზღვრები გავხსნათ და მეორე, ვინაიდან ჩვენ საქართველოს ევროკავშირში მივიღებთ, ამისთვის საჭიროა, რომ ხალხებს შორის დაახლოება მიმდინარეობდეს სხვადასხვა სფეროში. ამ მიზანს ემსახურება ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ეს მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი არ არის, ეს არის ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტი, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი გააჩნია და ასოცირების პროცესში. ახლა თუ აღარ არსებობს ასოცირების პროცესი,
არანაირად, მაშინ ბუნებრივია, რომ ჯერ ერთი საფრთხე მატულობს იმ ქვეყნიდან, რომელიც დემოკრატიის უკუსვლას განიცდის, რომ შესაძლოა არალეგალური მიგრანტების ნაკადი გაიზარდოს, რაც საფრთხეს უქმნის ცალკეულ სახელმწიფოებს და მათ საიმიგრაციო პოლიტიკას და ამავდროულად აზრს კარგავს ის ვიზა ლიბერალიზაციის მექანიზმი თავისთავად. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვისაც კი რაღაც რესურსი გაგვაჩნია, რომ ამ საკითხს ლობირება გაუწიოთ ბრიუსელში, რასაკვირველია, ყველა გაერთიანებული ძალებით ვცდილობს, რომ აქამდე არ მივიდეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამას იმსახურებს, მაგრამ ეს არ იქნებოდა სამართლიანი ქართული ხალხის მიმართ და შემდგომ ამ პროცესის აღდგენა ძალიან რთული იქნება. ამიტომ იმედი არ მივაქვს. კიდევ ერთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი ჯერზე დაიბარა უწყებაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი და ეს ამბავით შეუფასოთ გარეთ უორდს ამჯერად განმარტებების გაკეთება მოუწია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ახალ პაკეტს შეეხებოდა, თუმცა საელჩო ამ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ სასანქციო პაკეტში მოხდა ხომალდი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში თებერვალში 2026 წლის თებერვალში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ გაუსვა ბრიტანეთის საელჩომ მის განცხადებაში ამ ამბავს ხაზი, რამდენად საჭირო იყო ამის გაკეთება და შესაბამისად აი ოფიციალურ თბილისს ამ შემთხვევაში ხომ არ ქონდა საკმარისი საფუძველი, რომ ბრიტანელი დიპლომატისთვის განმარტებები მოეთხოვა. ძალიან გამოკვეთილ და ღია პოლიტიკას წარმოადგენს დასავლეთის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის სანქცირებული კომპანიებისთვის, სანქცირებული ტვირთისთვის რაიმე ტიპის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხი. ანუ მათთვის ეს არის პირდაპირ დაპირისპირების საკითხი და არაერთხელ ითქვა, არაერთხელ გაცხადდა, მათ შორის სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა, რომ ყველა სახელმწიფო უწყებას და ყველა ცალკეულ კერძო თუ სახელმწიფო კომპანიას შესაბამისი მათ მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება გავრცელდება, თუ ისინი შემჩნეული იქნებიან სანქცირებული კომპანიებისთვის და სანქცირებული ტვირთისთვის ხელშეწყობაში. თუმცა ქართონინო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ იმავე დღეს უპასუხა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას და როგორც განმარტა გემი როცა ის შევიდა ყულევის ნავსადგურში, ანუ 2026 წლის თებერვალში არ იყო სანქცირებული, ამიტომ სააგენტოსთვის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურებოდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში საქართველოს ხსენება. აი მართლაც რა პასუხი შეიძლება არსებობდეს კითხვაზე, რა მიზანს ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ საქართველოში იმ გემის შემოსვლის ხსენება, რომელიც იმ დროს არ იყო სანქციების ქვეშ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხზე არ ვფლობთ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ბრიტანეთის ოფიციალური განცხადება არავითარ შემთხვევაში არ გაკეთდებოდა შესაბამისი მოკვლევის გარეშე. მათ რომ არ ქონდეთ სათანადო მტკიცებულება ხელთ იმის სამტკიცებლად, რომ ეს საკითხი უნდა მოხვედრილიყო შესაბამის განცხადებაში, მაშინ ამ განცხადებას ისინი საერთოდ არ გაავრცელებდნენ. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და განსაკუთრებით ეს საელჩო და მისი წარმომადგენელი ელჩი გამოირჩევა და აქამდე განსაკუთრებული სიფრთხილით ქართულ ოცნებასთან მიმართებით და ალბათ ერთ-ერთი ბოლო ელჩი იყო, ვინც იმედს არ კარგავდა ჩემი გადმოსახედიდან, რომ შესაძლოა კიდევ რაღაც ტიპის თანამშრომლობა შესაძლებელი ყოფილიყო ქართულ ოცნებასთან. მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ საელჩოს მიერ გაკეთდებოდა განცხადება და საელჩო არ აკეთებს განცხადებას დედაქალაქთან შეთანხმების გარეშე, რომელიც არ ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებას და მოკვლევებს. საბოლოო ჯამში ალბათ განიმარტება თვითონ მისი პოზიცია ალბათ დაფიქსირდება იქ ადგილზე შეხვედრისას, მაგრამ შეუძლებელი მიმაჩნია, რომ არადაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულიყო ასეთი განცხადება.